გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი გერმანულ ენაში ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიტყვა, კითხვითი სიტყვა რომელი და უნდა ვისწავლოთ ჩვენებითი ნაცვალსახელი ეს, რომლებზეც ჩვენ ბოლო გაკვეთილზეც ვისაუბრეთ, ვისწავლეთ welcher, ანუ რომელი და dieser, ანუ ეს. ოღონდ ჩვენ ვისწავლეთ ამ სიტყვების 4 ფორმა. ვისწავლეთ რომელი როგორც welcher, welches, welche და ასევე welche. ასევე dieser, dieses, diese, diese. ასევე ჩვენ წინა გაკვეთილზე ვისაუბრეთ თუ რა შემთხვევაში რომელი უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, აქ ამ შემთხვევაში ყველა ეს სიტყვა არის ნომინატივში, ანუ სახელობით ბრუნვაში. წინა გაკვეთილზე ესე იგი ჩვენ ვისწავლეთ ეს სიტყვები ნომინატივში. დღეს უნდა ვისწავლოთ ეს სიტყვები აკუზატივში. ახლა ნახეთ რა ხდება. მოდით ჯერ გავიხსენოთ წინა გაკვეთილის მასალა. ჩვენ ვისწავლეთ ესე იგი welcher, welches, welche, ასევე welche მეოთხეც და dieser, dieses, diese, diese. ახლა ნახეთ რა ხდება. welcher, dieser გამოიყენება მამრობითი სქესის სიტყვებთან, არსებით სახელებთან. welcher, ანუ რომელი, dieser, ანუ ეს. welches, dieses გამოიყენება საშუალო სქესის არსებით სახელებთან, welches რომელი, dieses ეს, welche, diese გამოიყენება მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან და ასევე მრავლობითში, როდესაც არის სიტყვა, მაგ შემთხვევაშიც გამოიყენება welche, diese. ესე იგი, ამ შემთხვევაში ეს სიტყვები არის ნომინატივში, ანუ სახელობით ბრუნვაში და ახლა მოდით ვისწავლოთ დღეს ეს სიტყვები აკუზატივში. აკუზატივი ვიცით, რომ ეს არის წინადადების პირდაპირი ობიექტი, ხო? ახლა ნახეთ რა ხდება. აკუზატივში მხოლოდ და მხოლოდ შეიცვლება მამრობით სქესთან, რომლებიც გამოიყენება, ანუ dieser, ეს და welcher, რომელი აი ეს ორი შეიცვლება. აკუზატივში გახდება welchen, welchen, ანუ რომელი და diesen, diesen, ეს დანარჩენები არ შეიცვლება. საშუალო სქესის ისევ welches, dieses, მდედრობითი სქესის ისევ welche, diese და მრავლობითის ამ შემთხვევაშიც ისევ welche, diese. ესე იგი აკუზატივში welchen, diesen გამოიყენება მამრობითი სქესის არსებით სახელებთან, welches, dieses საშუალო სქესის არსებით სახელებთან, welche, diese მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან და მრავლობითშიც ასევე გამოიყენება welche, diese. მაგალითად, აი ნახეთ der Rock, რომელიც არის ქვედა-ბოლო და ეს არის მამრობითი სქესის არსებითი სახელი, ხო? der Rock. ნახეთ რა ხდება. ნომინატივში, ანუ სახელობით ბრუნვაში, რომელი ქვედა-ბოლო იქნება welcher Rock, welcher Rock, მაგრამ აკუზატივში ეს იქნება welchen Rock. welchen Rock. ამ შემთხვევაში ეს არის უკვე აკუზატივში. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნომინატივი ეს არის სახელობითი ბრუნვა და ნომინატივში ჯდება წინადადების სუბიექტი. აკუზატივში ჯდება წინადადების პირდაპირი ობიექტი. მაგალითად, აი მოდით წინადადება მაგალითი მოვიყვანოთ. welchen Rock soll ich anziehen? ანუ რომელი ქვედა-ბოლო ჩავიცვა? ამ შემთხვევაში welchen Rock რომელი ქვედა-ბოლო არის აკუზატივში, რადგან ამ შემთხვევაში არის წინადადების ობიექტი, პირდაპირი ობიექტი. soll ich anziehen ნიშნავს ჩავიცვა. რომელი ქვედა-ბოლო ჩავიცვა? welchen Rock soll ich anziehen? anziehen არის ჩაცმა. an welchen Rock soll ich kaufen? რომელი ქვედა-ბოლო ვიყიდო? kaufen არის ყიდვა. ამ შემთხვევაშიც welchen Rock არის აკუზატივში, რადგან არის წინადადების პირდაპირი ობიექტი. რატომ მაგალითები მომყავს მამრობით სქესზე? იმიტომ რომ მხოლოდ მამრობითი სქესი იცვლება, ხო? დანარჩენები ხო არც საშუალო სქესი არ იცვლება, არც მდედრობითი და თავისთავად არც მრავლობითი. მაგალითად, das Hemd არის პერანგი, საშუალო სქესის არსებითი სახელია, წინ აქვს das არტიკლი. საშუალო სქესია das Hemd და ნომინატივშიც, აკუზატივშიც რომელი პერანგი გერმანულად იქნება welches Hemd.
welches Hemd. მაგალითად, welches Hemd soll ich anziehen? რომელი პერანგი ჩავიცვა? ან welches Hemd soll ich kaufen? რომელი პერანგი ვიყიდო? ან welches Hemd soll ich nehmen? რომელი პერანგი ავიღო? და ასე შემდეგ. Anziehen არის ჩაცმა, kaufen არის ყიდვა და nehmen არის აღება. Welche Hose? რომელი შარვალი? Die Hose არის შარვალი და რომელი შარვალი იქნება welche Hose. მაგალითად, welche Hose soll ich anziehen? ანუ რომელი შარვალი ჩავიცვა? ამ შემთხვევაში welche Hose არის აკუზატივში, რადგან არის წინადების პირდაპირი ობიექტი. ეს იყო მდედრობითი, ასევე მრავლობითშიც მოდით ვთქვათ, ერთი მაგალითი, მაგალითად die Schuhe ფეხსაცმელები და რომელი ფეხსაცმელები გერმანულად იქნება welche Schuhe? ანუ რომელი ფეხსაცმელები ამ შემთხვევაში ეს არის მრავლობითში, მაგალითად welche Schuhe soll ich kaufen? ანუ რომელი ფეხსაცმელები ვიყიდო? ესე იგი, კიდევ ერთხელ აკუზატივში, რომელი არის welchen, welches, welche და welche. Welchen არის მამრობითი სქესის, ანუ მამრობითი სქესის სიტყვებთან უნდა გამოვიყენოთ welchen, საშუალოსთან welches, მდედრობითთან welche და როდესაც მრავლობითზე გვაქვს საუბარი, იმ შემთხვევაშიც welche გამოიყენება, რაც შეეხება ეს, ამ გერმანულად იქნება diesen, მამრობით სქესზე, dieses საშუალოზე, diese მდედრობითზე და diese მრავლობითზე. მაგალითად, ჩვენი პირველი მაგალითი ესეთი იყო, welchen Rock soll ich anziehen? ანუ რომელი ქვედაბოლო ჩავიცვა? welchen Rock? ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საუბარი Rock, ანუ ქვედაბოლოზე და ქვედაბოლო ამ შემთხვევაში არის წინადების პირდაპირი ობიექტი, არის აკუზატივში welchen Rock. მაგალითად, ამ შეკითხვაზე პასუხი რომ გავცეთ და რო ვუთხრათ ეს ჩაიცვი, იქნება ჩაიცვი გერმანულად არის ziehen. Ziehen, ნიშნავს ჩაიცვი. მაგალითად, zieh doch diesen an, ანუ ეს ჩაიცვი. Zieh doch diesen an. ნახეთ, diesen გამოვიყენე. ეს diesen. რატომ? იმიტომ რომ აკუზატივშია აქ. აკუზატივშია. მამრობითი სქესის სიტყვაზე გვაქვს საუბარი, ანუ Rockზე გვაქვს საუბარი და აკუზატივში. ან მაგალითად, welchen Rock soll ich kaufen? რომელი ქვედაბოლო ვიყიდო? იქნება kauf doch diesen. ანუ ეს იყიდე. Kauf ნიშნავს იყიდე, kauf doch diesen. აქაც რაზე გვაქვს საუბარი? Rock. ქვედაბოლოზე გვაქვს საუბარი და ქვედაბოლო არის მამრობითი სქესის არსებითი სახელი. ამიტომაც გამოვიყენეთ diesen. შემდეგი შეკითხვა იყო welches Hemd? Hemd არის პერანგი, რომელიც არის საშუალო სქესის არსებითი სახელი. Welches Hemd soll ich anziehen? ანუ რომელი პერანგი ჩავიცვა და ეს ჩაიცვი იქნება zieh doch dieses an. ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ dieses. იმიტომ რომ das Hemd, ანუ პერანგზე გვაქვს საუბარი, რომელიც არის საშუალო სქესის არსებითი სახელი. მდედრობითი მაგალითად welche Hose soll ich anziehen? ანუ რომელი შარვალი ჩავიცვა და ეს ჩაიცვი, ამ შემთხვევაში მდედრობითი სქესის არსებითი სახელზე die Hose შარვალზე გვაქვს საუბარი, ეს იქნება zieh doch diese an. აქ უკვე გამოვიყენეთ diese. იმიტომ რომ მდედრობითი სქესის არსებითი სახელებთან გამოიყენება diese, ანუ ეს.